კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო პარლამენტში და რომლითაც ხელისუფლების არაღიარება ხდება უკვე დანაშაული, ქვეყანას აშორებს ევროკავშირთან. ეს არის გზავნილი ბრიუსელიდან. კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ცოტა ხნის წინ საუბრობდა მედიასთან. ის ევროსკოპის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ სამწუხაროა გადაწყვეტილებები, რომელსაც ხელისუფლება იღებს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და ეს კანონი სწორედ მათ წინააღმდეგ რეპრესიებს ემსახურება და გარდა ამისა ის კაია კალასი ამბობს, რომ ამ ყველაფერს ბუნებრივი აქვს კავშირი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან და თუკი ამ კანონის ამოქმედება მოხდება და თუკი პოლიტიკას არ შეცვლის ქართული ოცნება, ამ ვითარებაში, ამ პირობებით ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ამ კანონების მიღება უკიდურესად სამწუხაროა და აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით, როცა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ. კანონს და ამ დოკუმენტში არის ჩანაწერი ასევე ახალი დანაშაულის შესახებ, ეს არის ექსტრემიზმი და შესაძლოა ამ ტერმინის თუ ამ დანაშაულის ფარგლებში ხელისუფლება მიიჩნიოს ყველა განცხადება, რომელსაც პოლიტიკური პარტიები თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თუ სამოქალაქო აქტივისტები აკეთებენ და რაც შეეხება ხელისუფლების ლეგიტიმაციას, რადგან ამ კანონის სამიზნე ახლა თითქმის ყველა ადამიანია, ვინც არ აღიარებს ქართული ოცნების ლეგიტიმაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებს. თუკი გაიმართება საპროტესტო აქციები, თუკი ისევ გააგრძელებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბარს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, შესაძლოა ეს პროკურატურა მიიჩნიოს ექსტრემიზმად და შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისროს პოლიტიკურ პარტიებს. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ოპოზიციის ალიანსის საერთო განცხადება, სადაც ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ კანონს იღებს და ირიბად ასევე ადასტურებს, რომ მას არ აქვს ლეგიტიმაცია, რადგან ამისთვის მას სჭირდება კანონის მიღება და მეორეს მხრივ ამბობენ, რომ ისინი გააგრძელებენ ხელისუფლების არაღიარებისთვის მუშაობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. უშინ მიღებული ეგრეთ წოდებული კანონი არალეგიტიმური პარლამენტის მხრიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმს ძალიან ეშინია იმის, რომ მას არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით, საკუთარი ხალხის მხრიდან და არც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ივანიშვილის მოღალატეობრივი რეჟიმი იმ ხალხს, რომლისგანაც ლეგიტიმაცია უნდა მიიღოს, მათი მოსაზრებების გამო პატიმრობით ემუქრება. ეს ამხელს ყველაზე მეტად, ჩემი აზრით, თავად ეს კანონად წოდებული უკანონობა და მორიგი რეპრესიული ნაბიჯი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ეს ამხელს ყველაზე ცხადად, ჩემი აზრით, სწორედ იმას, რომ რეჟიმს არ გააჩნია ლეგიტიმაცია. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ რეჟიმის არაღიარების პოლიტიკა იქნას შენარჩუნებული. ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობა ვერანაირად ვერ მაიძულებს ჩემი უფლებები ისე განვახორციელო, როგორც ამას სწორად მივიჩნევ. ეს არის ჩემი პოლიტიკური აზრი, ამ აზრს არ შევიცვლი და არა მხოლოდ მე ვფიქრობ ასე, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს ასე და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ფიქრობს ასე. კი, ქართული ოცნება არის არალეგიტიმური და ის არალეგიტიმურად დარჩება რა ტიპის რეპრესიული კანონმდებლობაც არ უნდა შემოიღოს და ამას ხმამაღლა ვიტყვი, რაც არ უნდა გააკეთოს და რითიც არ უნდა დამემუქროს. ეს ყველაფერი არის ჩვენს დასაშინებლად და თუ ჩვენ არ შინდებით, შესაბამისად ეს არ მუშაობს, იმიტომ რომ სრულიად ირაციონალური სისულელეა ყველაფერი, რასაც ამ ტიპის კანონებით იღებენ. რეჟიმი ვერ აკონტროლებს ვითარებას და რა კანონიც არ უნდა მიიღოს, ის ვერ უნდა აღასრულოს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეიძლება იყოს ქართული ოცნების უპირველესი სამიზნე ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ თავდაპირველად, როცა ზოგადად ამ კანონპროექტის იდეაზე დაიწყეს საუბარი, ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანეს სალომე ზურაბიშვილი და საერთოდ არ არის გამორიცხული საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გახდეს კანონის სამიზნე და ახლა მისი თავისუფლება იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ, გამომდინარე იქიდან, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს პირს ქართული ოცნება, რომელიც საჯაროდ ამ
ამბობს, რომ არალეგიტიმურია ქართული ოცნება, მოუწოდებს მოქალაქეებს არ დაემორჩილონ კანონებს, ან საკუთარ თავს აცხადებს კონსტიტუციურ ორგანოდ, თუმცა ამ კანონში, რომელიც ბევრი სხვა მიმართულებით რეგულაციებს გულისხმობს, ასევე ფართო ჩანაწერია და ფართო გაგებით შეიძლება აღვიქვათ ტერმინები ექსტრემიზმი ან პოლიტიკური საქმიანობა, ან ასევე პოლიტიკური განცხადება და ასევე უცნობია როგორ დაიცავს ხელისუფლება ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და ექსტრემიზმს შორის, რადგან ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება შეიძლება სამართალდამცავმა უწყებებმა მიიჩნიონ ექსტრემიზმად და ამ მიმართულებით დაიწყონ გამოძიება პოლიტიკური პარტიების თუ სხვა ნებისმიერი პირის წინააღმდეგ. ეს კანონი უკვე დამტკიცებულია, შესაბამისად მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ კანონი ძალაშია.